სხვა ციურ სხეულებამდე პირველ რიგში კაცობრიობას ყოველთვის აინტერესებდა ჩვენი პლანეტის ბუნებრივი ციური თანამგზავრი მთვარე. ის მხოლოდ მიმდევარი არაა. მთვარე მნიშვნელოვან პროცესებშია ჩართული, რათა დედამიწაზე ის ჰარმონია შენარჩუნდეს, რაც ჩვენ და სხვა არსებებს სიცოცხლეს გვაძლევს. თუმცა მთვარის მიმართ გარდა ცოდნისა გაცილებით დიდი ინტერესი გვაქვს. ეს ინტერესები კი ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ სულ უფრო იზრდება და იხვეწება. სამეცნიერო და სამოქალაქო დასახლებები მთვარეზე. ჩვენ მივდივართ მთვარეზე, უпроსორად ვბრუნდებით და ამჯერად ვრჩებით. ეს არის ამერიკის მთავრობის, NASA-სა და მათი მრავალმხრივი საერთაშორისო და კომერციული პარტნიორების ერთობლივი გეგმა. და თუ მათ შეეძლებათ ამ გეგმის რეალობაში მოყვანა, მაშინ ბევრი პრობლემის გადაწყვეტა მოუწევთ, ვიდრე უბრალოდ ხალხის მთვარეზე დაშვებაა. მართალია, დაშვებაც რთულია, მაგრამ სულაც არ არის ყველაზე რთული ნაწილი. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ, მაგრამ შემდეგი ამბიცია სრულიად ახალია. ჩვენ მთვარეზე უნდა ავაშენოთ საცხოვრებლები, ანუ ბაზები, ფაქტობრივად პატარა ქალაქი უცხო ციურ სხეულზე და ზუსტად არავინ იცის ეს როგორ მოხდება. თუმცა დღის წესრიგში გვაქვს პრაქტიკული და ინოვაციური გადაწყვეტილებები დედამიწის მიღმა არსებობისათვის. შესაძლოა გაიფიქრო, რომ ეს არის ძალზე შორეული იდეა, მაგრამ გეტყვი, რომ არა. დღეს კაცობრიობა ტექნოლოგიური და ინოვაციური თვალსაზრისით უფრო მეტისთვისაც კი არის მზად. უბრალოდ ამისათვის სათანადო პოლიტიკური ნება არ არსებობს, რადგან ზედ სახელმწიფოები ერთმანეთთან ომითა და პირველობისთვის ბრძოლით არიან დაკავებული. შესაბამისად, მეტი ფინანსები და ინვესტიციები არა კოსმოსური თუ სამეცნიერო მიმართულებებით, არამედ სამხედრო სფეროებში იდება. შესაბამისად, ეს აფერხებს კაცობრიობის დიად მიზანს, სიცოცხლე გაიტანოს სამყაროს სხვა კიდეებში და ამით დედამიწის ერთგვარი სახლი ალტერნატივაც მოძებნოს. რა იცი რა ხდება? თავდაპირველად უნდა ვისაუბრო იმაზე, სად განთავსდება მთვარის ბაზა. მთვარეზე უამრავი ადგილია და ბევრ მათგანზე წარსულში ადამიანები უკვე დაეშვნენ. ეს უნდა იყოს საშუალო ზონა, ღია, უსაფრთხო ადგილი, რომ გამარტივდეს დედამიწასთან რადიოკომუნიკაცია. ჩვენი მიზანია გაცილებით უფრო საინტერესო ადგილი. მთვარის სამხრეთ პოლუსი შევარჩიოთ. ეს რეგიონი სავსეა იმპაქტური, ანუ მეტეორების შეჯახებებით წარმოქმნილი კრატერებით, მთათა ხაზით და უძველესი ვულკანებით. ეს ადგილი მზის სინათლისგან მილიონობით ან მილიარდობით წლის განმავლობაში დაცული იყო და სავარაუდოდ წყლის ყინულით არის სავსე, რომელიც ასტეროიდებმა და კომეტებმა გადაიტანა მთვარეზე. ეს ვიდეო სრულად ნახე კოდის YouTube არხზე. გამოიწერე კოდი და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო.